დინამოს მესვეურებმა გვაცნობეს საოცარი ამბავი 7-2 წაგების მერე ჟალგირისთან, რომ 54,500 ადამიანის მაგიერო ჩვენო ეხლაო რეკონსტრუქციას ჩავატარებთო 2 წელიო, ფულს მოუხევთო, მოუჭრითო მთავრობიდან კიდევ ავიღებთო და 70,000 ადამიანზეო უკვე გათვლილი იქნებაო და ბიჭო, ავსებთ მაგ 54,000 ადამიანს სტადიონს, თუ ვისთვის აკეთებთ? გადახანით თქვენ ჭირი მეგ სტადიონი, დათესეთ რამე სიმინდი ხორბალი და მე სარგებელს მოუტანთ ქვეყანას რა. ანუ სირცხვილიც და ნამუსიც ხო კაი საქონელია რა, ანუ როდემდე შეიძლება, ანუ 35 წელია დინამო ერთადერთხელ მოხვდა UEFA-ს თასზე, ბავშვი ვიყავი მაშინ, სოშოს, ბრაგას და ეგეთ გუნდებს ხვდებოდა, რა თქმა უნდა, ვერც-ერთი ვერ მოიგო, ვერც სახში, ვერც სტუმრად. და აი მაგის მერე აღარ მოხვედრილა თბილისის დინამო არც ერთ ევროპულ ტურნირზე და ბიჭო, ხო უნდა მიხვდეთ, რომ ანუ არ გამოგდით. ქეცვაია მოიყვანეს ის კაცი შერცხვა, ანუ აზრი არ აქვს, არ უნდა თან ხალხს ფეხბურთის თამაში და ქართველი მამები კიდე ძალიან მაგრები არიან იმ პონჩში, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმეც არ კარგავენ და თავიანთი შვილები 99% შეყავს ფეხბურთზე. წაიყვანე შედალოცვილო და ატარე შვილი ცურვაზე, კალათბურთზე, ფიზიკურად თუ გინდა რომ ძლიერი იყოს ჯუდოზე, კარატეზე, კრიუზე, MMA-ზე, რა შეუკიკინეთ ამ ფეხბურთს რა გინდათ. მეორე მხარე ის არის, რომ დღესაც გრძელდება ეს ჩაწყობები, ეს იმის შვილია, ის ამის შვილია, სინჯები რო არის ეს ინტერის სკოლაში და ეს რეალის სკოლაში და სხვადასხვა იუვენტუსის სკოლებში, იქ ხელის წაკვრები, ისინი, ესენი, ანუ მართლა რომ ტალანტი შვილი გყავდეს, ფული თუ არ გაქვს, ვერაფერს ვერ მიაღწევ. იგივე პრობლემა არის იდეაში კალათბურთზეც, მაგალითად ეს ფაჩულიას სკოლა რო არის, 150 თუ 200 ლარი ღირს შვილის ტარება თვეში რა და ბიჭო, არა აქვს ამ ხალხს ეს ამდენი ფული რა და ვისაც აქვს, კი. ზოგს დაჟე მიყავს ევროპაში და ევროპულ ქვეყნებში ათამაშებს თავის შვილებს და ავარჯიშებს და ვისაც არა აქვს და სანამ ეს ტაქტიკა არ შეიცვლება, აი რო არიან ფეხბურთელები აფრიკელები და ფეხში შველები რო დარბოდნენ ბავშვობაში და ისე თამაშობდნენ ფეხბურთს, რითი მიაღწიეს? იმით მიაღწიეს, რომ ევროპაში ჩამოვიდნენ, იქ ვეღაცამ დაინახა, რომ ეს ბავშვი არის ტალანტი, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს კაპიკი ფული არ აქვს, მოდი ეხლა მე ამაში ჩავდებ ფულს და მერე ავიღებ მოსავალს რა, ანუ ავიღებ წილს მის შემოსავლიდან. ბიჭო, გააკეთეთ ეგრე თქვენც, რა გჭირთ, რამ დაგაღურათ ესე ხალხო, რა უბედურებაა და სხვანაირად ქართულ ფეხბურთს არ ეშველება. ადამიანებს არ აქვთ ფული იმდენი, რომ თავის შვილზე გადადონ, ყველაფერი დაყიდონ სახლკარი და აი ჩემი შვილი ფეხბურთი და შეიძლება ვერ გამოვიდეს ფეხბურთელი მისი შვილი რა და ვისაც დაინახავთ, რომ არის ტალანტი, ეკიპირება იქნება, ბურთი იქნება, ბუცი იქნება და რაც იქნება, ყველაფერი უნდა გქონდეთ უფასო. და ამაში უნდა დაეხმაროს სახელმწიფო იმ ფეხბურთის გუნდებს რა, იმაში არა რომ სტადიონები უშენოს რა. გამოფხიზლდით ხალხო, ხმა აიმაღლეთ. თუ გინდათ რომ გადარჩეს ქართული ფეხბურთი და იმ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ კლაქსვიკ თანაგებდეს 6 თორებს და ჟალგირისებთან 7 თორებს კიდე რა და ერთ ტაიმში უშვებდეს 9 ბურთს. სირცხვილია პროსტა. აი მინდა ხოლმე რომ შვილი წავიყვანო ფეხბურთზე, მაგრამ რავი, გამიქრა სურვილი. წავალ კალათბურთზე ვატარებ კალათბურთის თამაშებზე. ჯუდოს ჩემპიონატზე ვატარებ და ვაყურებინებ, რომ რა მაგრები ვართ. რამდენჯერ უნდა წავაგოთ და ესე სასირცხვილო წაგებაც არის და წაგებაც, ხო? ალბათ თქვენ იცით.